მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ, ქართულის მასწავლებელი და დღეს ცოტა უცნაური ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ, კერძოდ მასწავლებლის ყუთის განფუთვა. ამ ვიდეოს ჩაწერის იდეა მას შემდეგ დამებადა, როდესაც ვეძებდი ყაჩაღის ასული რონიას მიხედვით და გეგმილ გაკვეთილზე ბავშვების მიერ დაწერილ შთაბეჭდილებებს და მე თავადაც აღარ მახსოვდა თუ რა მქონდა შენახული ამ ძალიან მძიმე ყუთში. ასეთი ყუთი ბევრი მაქვს, სულ ვინახავ რესურსებს, ვერ ველევი რომ გადავყარო და ერთი სიტყვით ჩემი მასწავლებლობის 10 წლიან ისტორიას ინახავს ესეთი ყუთები. კარგი, მას შასე ხო დავიწყოთ რა დევს ამ ყუთში თქვენთან ერთად ნახავ და ვფიქრობ საინტერესო იქნება კოლეგებისთვის, ახალბედა მასწავლებლებისთვის, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ან ასეთი რესურსები დროსთან ერთად და რაში შეიძლება დაგვჭირდეს საერთოდ. პირველ რიგში ალბათ საკუთარი პრაქტიკის შესახებ საუბრისთვის გამოვიყენოთ, ასევე თვალი გადავავლოთ თუ რა გაგვიკეთებია ჩვენს შრომას ასახავს ასეთი რესურსები. ამავე დროს ჩვენი ნამუშევრები შემდეგში შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ და ის რაც მივიწყებული გვაქვს გავიხსენოთ კვლავ და კვლავ შევთავაზოთ, შეიძლება იგივე ფორმით ან განახლებული სახით შევთავაზოთ მოსწავლეებს. მას ასე პირველი ეს არის ბაინდერი და ნახავ რა დევს აქ. ეს არის კითხვის კალენდარი, რომელიც ჩემს მეხუთე კლასელებს შევთავაზე შარშან და 20 წუთის განმავლობაში უნდა წაიკითხა და შემდეგ უკვე უნდა ჩაეწერათ შთაბეჭდილებები 20 წუთის შემდეგ. მაგალითად, მოკლე შინაარსი, ახალი სიტყვები, ფრაზები, პერსონაჟები, ჩემი კომენტარი ამ გრაფაში საკუთარი აზრი უნდა დაეფიქსირებინათ და რა ხდება ახლა. როგორც ხედავთ, წერითი უნარებისა და კითხვის გაგება გააზრების პროცესის მრავალფეროვან მეთოდებს მოვუყარე თავი ამ კალენდარში. ამის შესახებ მასწავლებელისთვის სტატიაც დავწერე. მე მოვაგროვე ეს კითხვის კალენდრები და მოკლედ ვინახავ საგულდაგულოდ. აღმოვაჩინე წერილები თენგოსთვის, რომელიც და ზვიადისთვის, რომლებმაც სკოლაში, კლასში, საკლასო ოთახში ხელნაკეთი თაროები დაგვიმზადეს და მაგალითად ესე იწყება: გამარჯობა, ჩემო ძვირფასო თენგო, ძია, მე ნიკოლო ჩაჩანიძე ვარ. მე კლასში რომ შევედი, გავოცდი ისეთი ლამაზი თაროები დამხვდა. თან ზედ გირლანდა იყო ჩამოკიდებული. გმადლობთ რომ თქვენ დაეხმარეთ ზვიად მეტრეველს, გისურვებთ დიდხან სიცოცხლეს, ჩვენ გწერთ წერილებს და ვუსმენთ მუსიკას. რამდენი წლის ხართ? ასეთი მადლიერების წერილები მაქვს შემონახული. ეს უკვე 13 ნოემბერს კითხვები თაკოს და ზუსტად აღარ მახსოვს რას მოიცავს ეს კითხვები. გამახსენდა, კლასელები ერთმანეთისთვის ფიქრობდნენ კითხვებს, უნდა მოეფიქრებინათ შეკითხვები, მაგალითად, რომელ საათზე იღვიძებ, რომელია შენი საყვარელი ფერი, რომელი დღე გიყვარს ყველაზე მეტად, შენი საყვარელი თამაში რომელია და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე არის აი ზუსტად ის, რასაც ვეძებდი, ეს არის ჩანაწერები რონიას მიხედვით, რომ შევთავაზე ასტრიდ ლინდგენის დაბადების დღეს ბავშვებს გაკვეთილი, დღის ჩანაწერი უნდა დაეწერათ და ესეთი უსაყვარლესი საოცარი ჩანაწერები იყო, მახსოვს კვერში ვკითხულობდი სკოლიდან რომ ბრუნდებოდი შინ და აი ეს შთაბეჭდილებები, მადლიერების განცდა, რომ ჩემი ყველა მოსწავლემ დაწერა და
უბედნიერესი ვარ ხოლმე, როდესაც ყველა მოსწავლე ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას წერილობით თუ ზეპირად და ეს ასეთი საოცარი დღე იყო. მე ვხედავ ულამაზეს ლელამას, რომელიც ბრონიას ფორმაშია გამოწყობილი, ასევე მოფუსფუსებ ბავშვებს დაფას, რომელიც ულამაზესადაა მოხატული. მესმის რაღაც უცნაური და თანაც სახალისო მუსიკა, ასევე მესმის ბავშვების ხმები. მე ვფიქრობ იმას, რომ ეს გაკვეთილი იყო ძალიან მაგარი, ასევე იყო განსხვავებული და უცნაური. მე ვგრძნობ სიხარულს და დიდ ბედნიერებას. ასტრიდ გილოცავ დაბადების დღეს ძალიან მინდა ცოცხალი იყო და გულში ჩაგიკრა. ძვირფასო ნეყავსრებლად მომადგა, ძვირფასო ლელამას როგორ შრომობთ და როგორ გვაბედნიერებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერსო. გვიანბე შენი ბავშვების ყველაზე ბრჭყვიალა, კარგი ლამაზი მოგონების შესახებო ეს ნინი ფხიკლაშვილის წერილი აღმოჩნდა და უკეთ გული ამიჩუყდა. აი თუნდაც ეს რომ ისევ გწუდება მათი ხმა, ერთი წლის წინ არის ეს დაწერილი, მაგრამ რაც არ უნდა დრო გავიდეს, ყოველთვის ასე იმოქმედებს მასწავლებელზე. ეს უკვე პირადი წერილები ლელამას, დროდადრო წერენ ხოლმე პირად წერილებს და ძალიან მიყვარს მათი წერილების კითხვა. ის მახსოვს, როდესაც სკოლიდან დეკრეტულ შებულებაში გავედი, აი მაშინ მომწერეს ბავშვებმა ეს პირადი წერილების საოცარი წერილებია. ახლა ეს არის უკვე ნახეთ პოსტერები, ეს საოცარი გაკვეთილი იყო მე-7 კლასელმა ორმა გოგომ გაკვეთილი დაგეგმა მე-5 კლასელებისთვის და პოსტერებს ეხებოდა მათ მიერ დახატულ პოსტერებს და ძალიან საინტერესო გამოხმაურება იყო. მაგალითად, დაჩი ღონღაძე, რომელ წიგნს გაანათებდი ლამპრიდან, ანუ რომელია შენთვის ისეთი წიგნი, რომელიც შენს გულში ყველაზე მეტად ანათებსო. ასეთი დავალება შეხვდა დაჩის გოგოებმა მომზადეს და დაჩის უწერია მამა ჩემი ვაჟა ფშაველა, თედო რაზიკაშვილის თედო არა დამავიწყდა მოკლედ სახელი ვაჟა ფშაველას შვილის წიგნი არის მამა ჩემი ვაჟა ფშაველა და ეს წიგნი ვიყიდით თბილისის წიგნის ფესტივალზე. დაჩი მათხოვა ეს წიგნი ალბათ მინიშნება რომ ამდე ხანს ვერ მოვახერხე წაკითხვა და აუცილებლად უნდა წავიკითხო. ძალიან საინტერესო არის, მოკლედ, ზოგს რა დავალება ჰქონდა, ზოგს რა ეს არჩევითი დავალებების ციკლი ძალიან მოსწონთ ხოლმე ბავშვებს და შემდეგ აი ესე მოქმედებს, დახატული აქვთ, ზოგს დახატი უნდა დაეხატა. როგორც ლომს ფარფლები სჭირდება, ისევე წიგნებიო გოგა მაჩკალიანი წერს ალბათ ბავშვებს სჭირდებოდა და ესეთი ლომი აქვს დახატული. ძალიან საინტერესო ფაფარზე წიგნი აქვს მიწერილი. კარგი. ხო, ეს ერთ-ერთი დავალება ჩარჩენილა, ბენის დიაგრამით შეადარა ერთმანეთს პოსტერზე დახატული რომელიმე ორი ნახატი. და ისევ ეს პოსტერები მოკლედ დავალებების სვენა. ой, რა საინტერესო საბეჭდავურს შეხვედრია ასეთი დავალება. შენი აზრით რას გეუბნება ეს პოსტერები, ანუ რას გულისხმობსო? პირველი პოსტერი გულისხმობს ჩემი აზრით, რომ წიგნები უნდა წავიკითხოთ და მივიღოთ განათლება. მეორე პოსტერი გულისხმობს, რომ უნდა გიყვარდეს წიგნის კითხვა როგორც ირემი. ჩემი აზრით, მესამე პოსტერი გულისხმობს წიგნის შუქსო. აი, ასეთი საყვარელი ჩანახატი აქვს. კარგი, მოკლედ, აი ამდენი საინტერესო დავალება ამოფრიალდა აქტიობა ერთი ბაინდერიდან და რაც შეეხება 5 საფუძველი არის, ალბათ ძალიან ძელი ვიდეო რომ არ გამოვიდეს ყველას ვერ გავწუდები, მაგრამ მაინც შევეცდები რამდენიმე გაჩვენოთ. ეს არის მკითხველთა კლუბის გამოხმაურებები, როდესაც მკითხველთა კლუბი ჩამოვაყალიბე და სკოლის სხვადასხვა მოსწავლეები და გაწევრიანდა, მაშინ გამოთქვეს მოსაზრებები. ჩემი აზრით, როგორც ლელამასმა თქვა, წავთ მუზეუმებში, ბევრი თავგადასავალი და მხიარულება გვექნება, ძალიან მიხარია ეს შეკრება. უფრო ბევრი წიგნის საშუალება მოგვეცემაო. ასე წეს მარიამი. ეს არის ჩემი სტუდენტების ნაშრომები, რომლებსაც ვინახავ და ძალიან მიყვარს მათი გამოხმაურებები, საოცარ სიხარულს მჩუქნიდნენ.
ყოველ ლექციაზე პრაქტიკული საქმიანობის დროს. რაც შეეხება ამას, ეს ამომიბეჭდია ერთ-ერთი საინტერესო გაკვეთილი ჰაიკუს შესახებ და თამარ გეგეშიძის სტატია მაქვს ამოღებული მასწავლებელი ჯიდან. ეს არის ჩემი რატველი მოსწავლეების მიერ დაწერილი, როგორც მახსოვს, ვარცდები, საკონფერენციო თემები უნდა იყოს. დიახ, აი ლიტერატურულ პერსონაჟებად გადაქცეული ისტორიული პირები შორინა ლებანიძის რომანში „ეს მე ვარ ფიროსმანი“, თამარ ჩიხრაძის თემა მაქვს ამობეჭდილი. თამარმა და მარიამმა იმ წელს მოსწავლეთა კონფერენციაში გაიმარჯვეს და საქართველოს მასშტაბით 10 მოსწავლეში მოხვდა მათი ნაშრომები. მახსოვს, პატარა მყავდა ლილე 2 თვის და პირველად გავედით ქალაქში ერთად ძლივს მოძრაობდით ეტლით, ესეც მახსოვს. ეს არის დაძველებული ფურცლები და წერილები, ჩემთვის მოწერილი, ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვების წერილები არის. საყვარლესი წერილებია, ცრემლებს რომ მომადენ, ზუსტად ვიცი კიდევ მათი ხელახალი გადაკითხვა. აი ეს არის მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით მერვე კლასზე 9 კლასელებს შარშან დავუგეგმე. ძალიან საინტერესო გაკვეთილი, კერძოდ ინტერესების კვლევაზე იყო მორგებული. ამონარიდები არის მაროს დღიურიდან და ჯგუფებად დავყავი კლასი და როგორც მახსოვს, ესეთი რამ უნდა გაეკეთებინათ, მოეძებნათ ისეთი მაროს დღიურიდან აი ჩემი არ ამოქმედებული ამონარიდებიდან მათთვის საინტერესო მოვლენა და გამოხმაურებოდნენ ამ მაროს ცხოვრებას. მახსოვს, გიგამ მე-9 კლასელმა ბიჭმა თქვა, რომ ამ ყველაფრის საკითხვის შემდეგ, როგორც მარე ოცნებობდა ევროპაში სწავლაზე, მეც ასევე ვოცნებობდა. მოკლედ, ერთ-ერთი ამონარიდი ამ საღამოს პირველად აწეულით მით ვიყავით ცუდად, ვგრძნობდი თავს. და მე-9 კლასელ გოგოებს ეცნოთ ესეთი განცდა, როდესაც საკუთარი გარეგნობა არ მოსწონთ. სასწავლებელში გაგვიმართეს 2 კვირაში ერთხელ შეღავათიანი დღე. აი გუშინ მოხდა ეგ დღე და ბარათაშვილის დილა გავუმართეთ. მასამართლებით ერეკლე მეორეს იმაზე, თუ რად შეუერთდა საქართველო რუსეთს. წარმოიდგინეთ 100 წლის წინანდელი საგაკვეთილო პროცესი და როგორი საინტერესო გაკვეთილი შეუთავაზებია მათ მასწავლებელს მაროს კლასისთვის. ჩვენც შეგვიძლია მსგავსი რამ გავგეგმოთ. ეს არის ამ ფურცელს ვეძებდი, მახსოვს ლექციაზე მოგვიტანა ჩემო უსაყვარლესმა ლექტორმა, ქალბატონმა ლია ლორიამ, მაგიური რეალიზმის შესახებ არის ინფორმაცია და ამოვბეჭდე და ხშირად ვკითხულობ ხოლმე, ვეძებდი, სხვათა შორის ამას აღარ მახსოვს, აქ იქნა შენახული. დამწუხრება წერილი ლელა მას და აი ასეთი წერილი ასე გამოვიყურები, მახსოვს ერთ-ერთმა მოსწავლემ გაკვეთილის შემდეგ ბოდიში ამ ფორმით მომიხადა. კარგი. გამარჯობა, მას იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხარ და არასდროს არ დამავიწყდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს სპექტაკლი დადგით. ძალიან წყრის, რომ ერთი წრით გვტოვებთ. არასდროს დამავიწყდება თქვენი ხმა და სიცილი. ყველაზე ლამაზი და საუკეთესო მასწავლებელი ხართ. დიდი ბოდიში რომ გაბრაზებდითო და მას ახლა რაღაც უნდა გკითხო და კიდე გვექნება სპექტაკლი. ანუ როცა სკოლაში დაბრუნდებითო, სერგი წერს ამ წერილს, აუცილებლად გვექნება სერგის სპექტაკლი. ამის გარეშე აბა როგორ. ხო, ეს კლომაროზე არის ამონარიდები. ეს ფურცლები არაფერია. აი ეს მიყვარს ძალიან ეს გაკვეთილი, მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი, ასეთი გაკვეთილი დავგეგმეთ და ჩემი კოლეგების ფრაზები არის, ინტერვიუ ჩაწერეს მათთან ბავშვებმა და მაგალითად, როცა მიხარია, ვარ ბედნიერი და მინდა სხვებს გადავდო, ასეთი რამ უწერია ერთ-ერთ მასწავლებელს.
ერთხელ როცა მეხუთე კლასში ვიყავი, განიცდიდი და ვნერვიულობდიო, მასწავლებელი, ხელოვნების მასწავლებელი წერს ასეთ რამეს. მოკლედ, ეს ძალიან საინტერესო გაკვეთილი იყო პროექტი. ლიტერატურული კაფე სალამურა